მაშინ არიან ან ვიყავით ხოლმე. ჩვენ ვართ დატვირთული და შებოჭილი ამ ველით. ზოგი მეტად უძლებს ამ წნეხს, ზოგი ნაკლებად. ეს ადრეც ასე იყო და ხვალაც ასე იქნება. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ყველა ირაკლის, ყველა დავითის, ყველა გიორგის შრომა იმ თავის სავარძელში, მაგიდასთან ოფისში, ეს შრომა იკარგება წყალში, სწორედ ამ დესტრუქციული ველის გამო. ამ პროცესში, ამ გეგმაში არის სამი მნიშვნელოვანი ეტაპი. პირველი, გავიაზროთ ის, რომ ახალი ლიდერის, უკეთესი ლიდერის ძიებით და მისი პოვნით პრობლემები არ მოგვარდება. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ყავდა 4-5 სრულიად განსხვავებული ლიდერი. სრულიად განსხვავებული ტიპები. პრეზიდენტებს გულისხმობთ? ქვეყნის რეალურ მმართველებს. ქვეყნის რეალური მმართველები, იმიტომ რომ საპრეზიდენტო მოდელებში პრეზიდენტია, რა თქმა უნდა, ქვეყნის მმართველი. სახელმწიფო დღეს როცა 4-ზე საუბრობდით, მე უსმინე თავიდან ბოლომდე თქვენ ბრიფინგს, თქვენ 4 პრეზიდენტი იგულისხმეთ თუ ჩვენ ყავდა საპრეზიდენტო მმართველობაში გამსახურდია შევარდნაძე, სააკაშვილი. საპარლამენტო მმართველობაში ყავდა ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი. ეს ხალხია იმ სისტემის და ქვეყნის მმართველები. ამ ჩამონათვალში მარგველაშვილი არ შეგიყვანიათ. მარგველაშვილი არ არის ქვეყნის მმართველი. არ შემიყვანი არა, იმიტომ რომ ყველაფერი მომწონს მისი ან მას ჩემი მოწონს ყველაფერი. მე ვლაპარაკობ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება. ვინც არის მოდის კანონმდებელი, ვინც ახდენს სახელმწიფოს პრივატიზაციას. მაგრამ მოდას არ ქმნის დღეს მარგველაშვილი ქვეყანაში, გასაგები. თუ შეიძლება, ქალბატონდიანა. გეგმაზე სასაუბროთ, რადგან არ მოსული? კი ბატონო. 2 სიტყვას ვიტყვი ამ თემაზე. გეგმის არსი იმაშია, რომ პოლიტიკური პარტია, რომლის შექმნა არის გადაწყვეტილი, გაკეთდება. მაგრამ მხოლოდ ამ საუკუნეში 2000 წლიდან დღემდე, თუ ჩამოთვლით და გაიხსენებთ, არ მინდა ახლა შორს წასვლა, 12 თუ 13 პოლიტიკური ინიციატივა იქნა წამოწყებული. ძალიან სერიოზული, ზოგჯერ ნაკლებად სერიოზული, მაგრამ ძალიან სერიოზული ხალხის მიერაც. განსხვავებული პოლიტიკური ხედვების, სტილის და ასე შემდეგ. დღევანდელი მდგომარეობით ყველა ეს პროექტი არის მარცხით დასრულებული. ანუ რაღაცაშია საქმე. რაღაცაშია საქმე და ზუსტად იმ რაღაცის აღმოჩენა მინდა კოლეგებთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, რომ ჩვენ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ვიწყებთ, დავიწყოთ სწორად. იყოს არა ახალი, სამეცნიერო კვლევითი სამუშაო გინდათ პოლიტიკაში თუ რეალური პოლიტიკით დაკავება. სამეცნიერო კვლევების და ესე იგი გააზრების და ანალიზის გარეშე რო ცხოვრობთ, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად. კიდევ მეორე. რეალური პოლიტიკა და კვლევები ერთად შეიძლება თანაც ცხოვრება ამ ორი ამბის? ქალბატონდიანა, ანალიზის გარეშე, გეგმის გარეშე არც პოლიტიკას შეიძლება გადაცემას რომ ამზადებდით არ გაიაზრეთ რაღაცები მოემზადეთ ხო? ყოველთვის ვემზადები ჩემი ყველა გადაცემის წინ. ასე, აბა პოლიტიკოსი ზუსტად ეგაა ხელისუფლებაში როცა მივდივართ მომზადების გარეშე. მარტო იმაზე ვფიქრობ ხელისუფლებაში როგორ მივიდე და ქვეყნის მართვის ერთიანი პროგრამა როცა არ მაქვს, მერე გვაქვს ეს პრობლემები. მაშინ ერთადერთი იზღარჩება რასაც ხედავთ დღევანდელ საქართველოში ან გუშინდელ საქართველოში ხედავდით. ამიტომ გავს წვეთი წყალივით მიდგომები. წინა ხელისუფლების ამ ხელისუფლების საპარლამენტო უმრავლესობა რატო გვინდა იყოს კონსტიტუციური და მხოლოდ ჩვენ ვიყოთ? იმიტომ რომ არავინ შეგვაწუხოს, არავინ დაგვისვას ჩამწრელი კითხვები. ამიტომ დიახ, სწორედაც ახალი პარტიის ამოსავალი პრინციპი იქნება ჯერ პროგრამა და მერე ხელისუფლება. დიახ, შევწუხდებით ჩვენ და შევაწუხებთ სხვასაც წერითაც და კითხვითაც. ერთი ფარატინად ქაღალდი რო არ უდევს ჯიბეში მინისტრს, როცა მიდის და სამინისტროს იბარებს და მერე იწყებს მინისტრობას, ამიტომ გვაქვს ცუდად საქმე. ერთი ფარატინა ქაღალდი რო არა აქვს პარლამენტის წევრს ჯიბეში, პარლამენტის ხლომაზე რომ მიდის და რაზეა კანონში ლაპარაკი და რა შენიშვნა და რა პრობლემა აქვს, ამიტომაა პრობლემა. ამიტომ პოლიტიკაში საჭიროა პროფესიონალიზმი. ჩვენ მოვძებნით პროფესიონალებს. არაპროფესიონალები, რამოდენიმე ლიდერი, რამოდენიმე ლოზუნგი და წავედით ხალხო აგვირჩიე, ეს უნდა დასრულდეს. ამიტომ მოვძებნით რას ნიშნავს? თქვენ არავინ არ ყავთ ჯერ მოძიებული ამ საქმისთვის, იმიტომ რომ მაშინ პრეზენტაციას მარტო არ გააკეთებდით, ხომ? ჯერ უსახელო პოლიტიკური ჯგუფი. სრულიად შეგნებულად პარტია არის და იქნება არა ახალი, არამედ ახლებური.